მოგესალმებით, ეთერშია ქალაქ თბილისის მიერ-საჯარო სკოლის გადაცემა. მე მოწვეულთა წარმომადგენელი ლიზი ფარნაოზაშვილი. მინდა გაგაცნოთ ჩვენი კლუბის წევრები და თუ რატომ გადაწყვეტეს მონაწილეობის მიღება. ასევე მინდა გაიგოთ თუ რა სარგებლოს მოიტანს ეს ჩვენი სკოლისთვის და რა მოუდინები გვაქვს. დროებით. მე ვარ გიორგი ჯაჯანიძე, მე-საჯარო სკოლის მოსწავლე და ამჟამად ფლექსის ნახევარფინალისტი. და იმედი მაქვს მომავალშიც ფინალისტი. ვფიქრობ, რომ ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემი წარმატება, როგორ მივაღწია, როგორ მივედი აქამდე და რა გზა გამოვიარე, როგორ დამეხმარა სკოლა, შრომის მოყვარეობა და ცნობის მოყვარეობა, იმიტომ რომ პირველი რომ გინდა რომ გააკეთო და გაინტერესდეს რა არის და შემდეგ ამისთვის შრომობ და ვწვალობ რომ მიაღწიო მიზანს. მე-საჯარო სკოლა დამეხმარა წარმატების მიღწევაში, თან მთავარი როლი ჰქონდა რომ ეს ამ წარმატებას მიღწია. ერთ-ერთი ის იყო რომ კლუბები, სკოლის კლუბები დამეხმარა ყველაზე მეტად. ამ კლუბებში აქტიურობა, ამ კლუბების ჩამოყალიბება და შემდეგ განხორციელება სხვადასხვა კონფერენციების თუნდაც ეს ითვლება როგორც დამატებით აქტიობას სკოლის გარშე აქტიობად და ესენი ამას მთავარ ყურადღებას აქცევენ ფლექსში, კონკრეტულ ფლექსში და სხვა გასვლით პროგრამებშიც. თანატოლებს ვურჩევდი რომ პირველ რიგში გასვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება აუცილებელია. თუ გინდა რომ გაეცნო საზღვარგარეთ როგორ ასწავლიან, რა სწავლის თქვათ ტენდენციები აქვს თუნდაც და იქ უფრო შედარებით მაღალ დონეზე დგას ვიდრე ჩვენთან. და ამაგალითად ვურჩევდი რომ პირველ რიგში ჩაერთონ მოხალისეობაში, ან მოხალისეობა ძალიან გეხმარება. მერე სკოლის კლუბებიც თუნდაც ეს ყველაზე მეტად გეხმარება, იმიტომ რომ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებ, როცა სკოლის კლუბებში ერთვები და იქ სხვადასხვა აქტივობებს ასრულებ. პლუს უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდები, რაც გეხმარება შემდეგ რომ გასვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გახდე შემდეგ დამთავრებული გასვლით პროგრამაზე. თვითონ ეს ფლექსის პროგრამა დიდ როლს ასრულებს თვითონ მოსწავლის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მიდიხართ ერთი წლით სადღაც შორს ამერიკაში კონტინენტზე, სხვა კონტინენტზე მიდიხართ და იქ უნდა იცხოვროთ, მშობლებთან ერთად, სხვა მშობლებთან ერთად და მარტო, ყველაზე მეტად დამოუკიდებელი ამ დროს ხარ. და ჩემი აზრით ეს შემდეგ ცხოვრებაში ადამიანს დაეხმარება ყველაზე მეტად. როგორ ფიქრობ, რა სარგებლოს მოტანა შეუძლია შენს მონაწილეობას ფლექსის პროგრამაში მიერ-საჯარო სკოლისთვის? პირველ რიგში რომ მე-საჯარო სკოლას ეყოლება ადამიანი, ვინც ამ ბევრი მუშაობით, კლუბების მუშაობით, თუნდაც კონფერენციებით და ამ შემდეგ დაეხმარა და მიაღწია ამ მიზანს და გავიდა გასვლით პროგრამაში და გახდა გამარჯვებული და იმედი მაქვს რომ მართლაც ისე იქნება. და მეორე ის რომ თვითონ სკოლისთვის ეს წარმატებაა, რომ ესეთი მოსწავლე და იმედი მაქვს რომ მომავალში მოსწავლეები ეყოლება, რომლებიც სხვადასხვა გასვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. პირველ რიგში ჩავერთვებოდი უფრო მეტ კლუბების აქტივობაში და ვეცდებოდი რომ უფრო მეტი კლუბი ჩამოყალიბებინა და მთავარი როლი შემოსულებენ ამ კლუბებში. და მეორე რომ უფრო მეტი მოხალისეობა, რადგან მოხალისეობის საქმიანობასაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ყველა გასვლით პროგრამაში. და ფლექსის შემთხვევაში. მადლობას ვუხდი პირველ რიგში მე-საჯარო სკოლას და შემდეგ სკოლის ტელევიზიას, რომ მომცა ეს საშუალება და რომ გამეზიარებინა თქვენთვის ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ეს ვფიქრობ რომ არა მარტო მე დამეხმარება რომ გამიცნოს ხალხმა თუნდაც, არამედ სხვასაც დაეხმარებათ რომ მიიღონ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია თუნდაც კლუბების შესახებ, გასვლით პროგრამების შესახებ და იმის შესახებ თუ სკოლა რა როლს ასრულებს მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოგესალმებით, მე ვარ თაზო კვაჭაძე, ქალაქ თბილისის მე-საჯარო სკოლის მმართველობის თავმჯდომარე, მე-11 კლასელი. სწავლებიდან წამოვიდა ძალიან დიდი ნდობა. ასევე შემიძლია რომ სკოლაში შევთავაზო ისეთი პროექტები და წავწიო წინ, რომელიც შესაძლებელი სხვას არ შეეძლოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემ თავს ხედავ სკოლის მმართველობაში და შემიძლია სკოლას და ბავშვებს შევქმნეს ესეთი გარემო, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ. უშუალოდ ბევრი პროექტის მოძიება, იმიტომ რომ სკოლა ყოველთვის მოსწავლეებს უშლის გზას, უმარტივებს გზას ცხოვრებისთვის, რომ ძალიან მარტივად მიაღწიოს წარმატებას. ყოველწელს საჭირო სიახლეები და ვაპირებ რომ ახალი სიახლეები შევიტანო სკოლის განვითარებაში, ვაპირებ სხვადასხვა ორგანიზაციების მოწვევას, რომელიც დაგვეხმარება, ასევე ვაპირებ სიახლეების შემოტანას არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მოსწავლეებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ გაიგონ, როდესაც დაიწყება ეს ყველაფერი, ვიდრე წინასწარ იცოდნენ და მოტივაცია დაიკარგოთ.
სკოლამ არჩევისგან შემოიტანა სამი საგანი: გერმანული, კორეული და პროგრამირება. მოგესალმებით 21 საუკუნეში ხელოვნური ინტელექტი ძალიან შემოვიდა თანამედროვეობაში და სკოლამ ამ ყველაფერს უზრუნველყოფა მოახდინა სკოლაში და შექმნა კურსი, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ რომ მიიღონ მონაწილეობა. ასევე შექმნა გერმანულის კლუბი, სადაც პირადად მეც მონაწილეობ ჩემი წარმატებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დამეხმარა გერმანული შესწავლაში, ასევე დავიწყე გერმანული ლიტერატურის კითხვა და ეს ყველაფერი უშუალოდ კარგი არის მოსწავლეების განვითარებისთვის. ასევე უნდა ვისაუბრო კორეულზე, რომელიც კიდე დამატებითი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ დაეუფლონ ახალ ენას და შეიცნონ ეს კორეული და თავისი ისტორია და წარმომავლობა კორეული ენის. მეც საჯარო სკოლასა და ლიეტუვას უნივერსიტეტის შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მოიაზრებდა უშუალოდ მოსწავლეების ტრენინგს. აქედან ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან, ლიეტუვას შემოთავაზებული უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, LLC უნივერსიტეტმა, მოსწავლეების აკადემიის წოდებულმა ამომარჩია და სამი თვით შემოთავაზეს უფასოდ გერმანიაში წასვლა, გავლა იმ კურსის, რომელსაც ვისწავლე უნივერსიტეტში, რომელსაც ავარჩიე მომავალში და ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამსახურება არის სკოლის კარგი მიდგომის მოსწავლეებისადმი. რაც ხელს შეუწყოს გავცეთ პროგრამაში მონაწილეობას. აქვე უნდა ვთქვა, სკოლაში იქნება სკოლის გაზეთი და სკოლის გაზეთი და ტელევიზია არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც აწვდის სიახლეებს და ამ ყველაფერთვის მინდა აწვდის სიახლეებს მოსწავლეებს და ყველაფერთვის მინდა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენი შრომა ფასდაუდებელია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. დროებით გემშვიდობით, მომავალ შეხვედრამდე.